საინტერესო თამაშობები და პირდაპირ ეთერში და გადავიდეთ მეტად მნიშვნელოვან თემაზე საქართველოს უნივერსიტეტი და მისი წარმომადგენლები. მინდა წარმოვადგინო კახაბერ თავზარაშვილი, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დირექტორი, კიმბერლი კროუფორდი, ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, ქეთევან ბოიკო, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი და ქეთევან მეფარიშვილი, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი და მე არ მოყვები. ესე იგი, წინა ბლოკიდან თუ გამოვთ გველი, ყანჩალო და ხე. ქვენ წინაშე. პირველი კითხვა მინდა დავსვა შემდეგნაირი. 7 წელია რაც არსებობს უნივერსიტეტი, ძალიან დიდი ზრდა არის. როგორც ჩვენ ძალიან დიდი ინტერესია სტუდენტების მხრიდან. ესე იგი 120-დან 3500-მდე გაიზარდა ამ 7 წლის განმავლობაში თქვენი სტუდენტების რაოდენობა და რამ განაპირობა ესეთი ზრდა და წარმატება? რა ესე თქვა რითი იზიდავთ სტუდენტებს? მე მოგახსენეთ. კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისათვის. თქვენ კითხვასთან დაკავშირებით თავდაპირველად საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი ძალიან მკაფიო და ნათელი იყო ყოველთვის, იმიტომ რომ მას სურდა დამკვიდრებულიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც თანამედროვე აღჭურვილ გარემოში ასწავლიდა სტუდენტებს, ხარისხიან განათლებას მიაწოდებდა მათ და გაუზიარებდა საუკეთესო პროფესურის გამოცდილებას. აქედან გამომდინარე ეს ნათელი ხედვა და მკაფიო მიზნები გახდა წარმატების ფორმულა, ასე ვთქვათ, საქართველოს უნივერსიტეტის, რომ 8 წლის განმავლობაში შეძლო განვითარებულიყო სულ რაღაც 100 კვადრატულიდან 16000 კვადრატულ მეტრამდე. ჩვენ გვაქვს ამჟამად ყველაზე თანამედროვე აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, ლაბორატორიები, ანუ ყველა ის გარემო არის შექმნილი სტუდენტისათვის, რაც აუცილებელია, რომ დასავლური სტანდარტების შესაფერისი განათლება მიიღოს სტუდენტმა საქართველოში. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს უნივერსიტეტი არის პირველი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიპოვა 8 მილიონიანი ინვესტიცია ოპიკისგან, ეს არის ამერიკის კერძო საინვესტიციო კორპორაცია. ანუ ეს ინვესტიცია რაში გამოიყენა? ეს ინვესტიცია მოხმარდა საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, ჩვენი ახალი მეოთხე კორპუსი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ჩვენს ლაბორატორიებს, ასევე ჩვენს უნივერსიტეტის ინტერიერსაც და ექსტერიერსაც მაყურებელ საშუალება ექნება რომ ნახოს. ანუ ყველა ის საფუძველი არის შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ თეორიული განათლება მიიღოს საქართველოს უნივერსიტეტში, არამედ დაეუფლოს პრაქტიკული სპეციალიზირებულ ოთახების მეშვეობით, აითვისონ ის პრაქტიკული უნარჩვევები, რომელიც რა თქმა უნდა მათ გამოადგებათ შემდგომ დასაქმებაში. გარდა ამისა, ჩვენთან ყველა მოქმედებს სიმულაციური საავადმყოფოც ერთ-ერთი ესეთი მაგალითია აი ამის რასაც მოგიყვებით, მაგრამ გარდა სანამ მივალთ სიმულაციურ საავადმყოფომდე, მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენთან მოქმედებს 6 ფაკულტეტი, ეგრეთ წოდებული, ანუ სკოლა, ეს არის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სამართლის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, IT-ის, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა და ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლა მოქმედებს ჩვენთან. ანუ ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩააბაროს კონკრეტულ სკოლაში, ექნება საშუალება, რომ გაიზიაროს ის პრაქტიკული სამუშაოები, რასაც საქართველოს უნივერსიტეტი თავაზობს და ეს გარდა იმისა, რომ დაეხმარება მათ შემდგომ დასაქმებაში, ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ სამუშაოს მოძიებაში, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა სტუდენტი, რომელიც მეოთხე კურსის შემდგომ უკვე, ანუ მესამე კურსს დახურავს, მეოთხე კურსზე არის ჩვენთან კრედიტიანი სტაჟირება. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც კრედიტი ენიჭება ნებისმიერ საგანს ჩვენთან, ისეთივე შეწონილი კოეფიციენტი აქვს დასაქმებასაც ჩვენთან, ამიტომ ისინი გადიან სტაჟირებას და მთელ რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე სრულდება დასაქმებით. ზოგადად როგორია ეს დასაქმების მაჩვენებელი? საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც წესი სწავლა გინდა რომ გამოიყენო რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ანუ მიზანიც ეს არის, თელი უნივერსიტეტის ფილოსოფია ამაზეა დაფუძნებული, რომ თეორია მალევე განახორციელოს პრაქტიკაში თვითონ სტუდენტმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამსახური მუდმივ მონიტორინგს უწევს დასაქმების კოეფიციენტს. ახლა ხანს 2012 წლის დეკემბრის მაჩვენებლების მიხედვით უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 92%-ია დასაქმებული. ნაწილი მათი საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას
სწავლას სწავლების შემდგომ საფეხურზე და აქედან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენი კურსდამთავრებულთა რიცხვი კერძო უნივერსიტეტებს შორის შედარებით მაღალია. ეხლა კეთებას მინდა ვკითხო, ვინაიდან სტუდენტი ხართ, ჯერთი რატო აირჩიეთ ეს უნივერსიტეტი? ანუ რატო გადაწყვეტეთ ამ ხელა არჩევანში ეს, რა მიგიზიდათ, რა ინფორმაცია გქონდათ და როგორ მიდის სწავლება და რამდენად კმაყოფილი ხართ? რომელ კურსზე ხართ? პირველ რიგში მადლობთ მოწვევისათვის. საქართველოს უნივერსიტეტი პირველ რიგში ავირჩიე აბსოლუტურად შეგნებულად, გულწრფელად ვამბობ ამას სრულიად, ვინაიდან ამ უნივერსიტეტის შესახებ ფლობდი იმ ინფორმაციას, რომ ვიღებდი ხარისხიან განათლებას და ასევე თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებდი პრაქტიკულ გამოცდილებას. რა ფაკულტეტია? ვსწავლობ სოციალურ და მეცნიერებათა სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ამჟამად ვარ ჩვენი ირიბი კოლეგა ბრძანდები. ამჟამად ვარ მეოთხე კურსზე, დამამთავრებელ კურსზე და დღეს ვარ საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომელი ასევე. ანუ დაიწყო პრაქტიკაში განხორციელება თქვენი მიღებული განათლების. მოვახერხე ჩემი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სწორედ უნივერსიტეტის დახმარებით და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტი გვთავაზობს როგორც პრაქტიკული ცოდნის მიღება, შემდეგ უკვე ერთვის ამას სტაჟირების და პრაქტიკების გავლა სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენს უნივერსიტეტში ყველა სამსახურს აქვს იმის საშუალება, რომ ყავდეს სტაჟიორები და პრაქტიკანტები, რაც შემდეგ უკვე იმას იძლევა, რომ გამოცდილება, რა თქმა უნდა, ყველა დამსაქმებლისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად გამოცდილება, ვისაც მეტი აქვს, იმისთვის ის არის ფასობს, რა თქმა უნდა. შემდეგ ბაზარი იმხელა უკვე გაიზარდა, რომ და იქ ალბათ კიმბერლი რამდენი ხანია თქვენთან არის და ესე ვთქვათ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს სწავლება თუ როგორ არის? დიახ, ანუ მე მინდა დავამატო, რომ ჩვენთან არის ზოგადად ქართული სწავლება, მაგრამ ინგლისური კომპონენტებით. გვაქვს ასევე ჩვენ საერთაშორისო პროგრამები, ანუ ჩვენ გვაქვს მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაცია და ჩვენთან გარდა იმისა, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ, არიან საერთაშორისო სტუდენტებიც და რა თქმა უნდა, მათ ისინი სწავლობენ ინგლისურ სექტორზე და მათთან სწავლა მიმდინარეობს ინგლისურად და ქალბატონი კიმბერლი გახლავთ ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ჯანდაცვის სკოლის სრული პროფესორი და იგი რა თქმა უნდა ასწავლის ინგლისურ ენაზე. კიმბერლი ხო ისე გისმენთ და ისე გიკრავს. სხვათა შორის კი უკვე საკმაოდ კარგ დონეზე ყოფს ქართულ ენას, მაგრამ აქვე მინდა ისიც დავამატო, რომ არა მხოლოდ ინგლისურ სექტორზე მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე სწავლა, ასევე ჩვენი სტუდენტები მეორე და მესამე კურსიდან უკვე იწყებენ ინგლისურ ენაზე სწავლას სხვადასხვა წიგნების მეშვეობით, ასევე ყავს ინგლისურენოვანი ლექტორები, როგორც ქართულ სექტორზე, ну თავისთავად ინგლისურ სექტორზეც. და დაინტერესება რამდენი დიდია საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტებისა, ალბათ საგანგებოთაც ჩამოდიან, ხო? იმიტომ რომ სწორედ განათლება მიიღოს საქართველოს უნივერსიტეტში. ეს არის მეორე სემესტრი, რაც ვიღებთ საერთაშორისო სტუდენტებს, ეხლა უკვე მესამე სემესტრი დაიწყო და ამჯერად ეხლა ზუსტად ყავს 150 საერთაშორისო სტუდენტი. ძალიან ბევრია. თქვენ გამოცდილებასთან დაკავშირებით მოგვიყევით უნივერსიტეტში მუშაობისა. My work experience at the University of Georgia, it's been phenomenal. I have really loved working at the University of Georgia and being able to help Georgians create and sponsor a nursing program is phenomenal. I've been coming to Georgia since 2004, so I've watched the privatization of healthcare and the need for good nursing education is demanding, and University of Georgia is very excited about contributing to that. ქალბატონი კიმი გახლავთ ამერიკიდან ჩამოსული 2004 წელს იგი ჩამოვიდა რომ დიდი ხანია საკმაოდ ის და თვალყურს ადევნებს ქალბატონი კიმი კითხულობს საექრო საქმეში ლექციებს და საექრო საქმე არის საკმაოდ ზრდადი მოთხოვნა არის ბაზარზე საექრო საქმეზე და საქართველოს უნივერსიტეტი იყო პირველი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სიღრმისეულად აი ამ სფეროს განვითარება სასწავლო კუთხით და ქალბატონ კიმსაც გააჩნია უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ სილაბუსთან და პროგრამასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ის მიესალმება იმას რომ საქართველოს უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი მათ შორის ვინც აი ამას ხელი შეუწყო. თუ
დაამატებს არ ვიცი. Add something. No, I just კარგით, მაშინ გადავიდეთ ჩვენს მეოთხე სტუმართან. უშუალოდ მათემატიკის კუთხით, აი ამ ტექნიკურზე რამდენად არის მოთხოვნა და ამ კუთხით რა სიახლეებს თავაზობთ თქვენ სტუდენტებს? მოგესალმებით, მე წარმოვადგენ ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლას. ეს სკოლა რამდენიმე წელია ფუნქციონირებს უნივერსიტეტში. ამ სკოლის ფარგლებში ჩვენ სტუდენტებს თავაზობთ სამ პროგრამას, ეს არის ინფორმატიკის პროგრამა, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა და მათემატიკის პროგრამა. ხო თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელ ტექნოლოგიის ეროში ცხოვრობთ და წარმოუდგენელი ნებისმიერი დარგის განვითარება, იგივე კომპიუტერების და სხვა ტექნოლოგიების გამოყენების გარემოში. საიმისო, რომ თქვა დაეციოთ აი ამ ტექნოლოგიებს ახალ? ხა ახალ ტექნოლოგიების პრეტენზიას შეიძლება ვერ განაცხადებთ, მაგრამ ძალიან ესეთი თემაა და სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უკვე კეთილმოწყობილი ლაბორატორიები, თანამედროვე ლაბორატორიები, რომელსაც სტუდენტებს უკვე შევასწავლით იმ ძირითად უნარჩვებს, რომელიც მათ გამოადგებათ მათ პროფესიულ საქმიანობაში. მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ინფორმატიკის მიმართულებით, რაც ძალიან აქტუალურია ყველა უნივერსიტეტში და ჩვენ უნივერსიტეტშიც, რა თქმა უნდა, ამას დიდი მოთხოვნა არის. ჩვენ გვაქვს Cisco-ს ქსელური აკადემიის ლაბორატორია, ჩვენი პროგრამები დანერგილი გვაქვს უკვე სასწავლო პროგრამებში. სტუდენტები ჩვენი პროგრამის ფარგლებში გადიან ამ კურსს და ეს არის საერთაშორისო სერტიფიცირება ხდება სტუდენტების ამ კურსის გავლის შემდეგ და ეძლებათ აკადემიის დიპლომები. ასევე გვაქვს Microsoft-ის აკადემია, ანუ ჩვენი პროგრამები აწყობილი არის აი ამ აკადემიების სასწავლო პროგრამებზე. რა თქმა უნდა, მასალა მიეწოდებათ ინგლისურ ენაზე გადიან ამ ყველაფერს ბავშვები. ასევე სულახლახან დავამყარეთ კონტაქტი Oracle-თან და გვაქვს უკვე Oracle-ის აკადემია და უკვე შემდეგი სემესტრიდან უკვე სასწავლო წლიდან უკვე ეს კურსიც გაიშვება და სტუდენტები დაესწრებიან ამ ლექციებს და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები უკვე სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლები წაუკითხავენ ლექციებს სტუდენტებს, ესე იგი Cisco-ს ქსელურ აკადემიაში, Microsoft-ის ქსელურ აკადემიაში და ასევე Oracle-ის აკადემიაში. და მოვიხიბლა პირველი შეკითხვა რაც გამიშდა, მაგისტრატურა გააქვთ? რა თქმა უნდა, ჩვენთან არის სწავლების სამი საფეხური, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ანუ მაგისტრატურაზეც ახლა მე უბრალოდ აღარ გავამახვილეთ შეგნებულად ყურადღება, მაგისტრატურაზეც ჩვეულებრივად თავაზობენ ჩვენი 6-ვე სკოლა შესაბამის პროგრამებს და რა თქმა უნდა ანალოგიურად იქაც მიმდინარეობს პრაქტიკასთან დაუფლება და უფრო სიღრმისეული შესწავლა კონკრეტული პროგრამის. აი ქეთევან მე მახსენე სიმულაციური საავადმყოფო, რომელმაც ძალიან დამაინტერესა და მინდოდა დროზე გამეყო ეს ამბავი, მაგრამ ეხლა მაინც გაგვცეთ იქნება პასუხი, რა ხდება აი ამ სიმულაციური საავადმყოფოებში? ალბათ იმი გვეტყვის ზუსტად რა ხდება, იმიტომ რომ ყოველდღიური შეხება ავადმყოფები უკვე გვყავს იქ ადგილზე, ალბათ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ჩვენი სიმულაციური საავადმყოფო და სტუდენტები არიან საკმაოდ აი აღთოვანებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის რეალობა, ანუ გვაქვს მულიაჟები და მათთან უწევთ, ანუ სიმულაციებს კურნალობენ, ოპერაციებს ატარებენ და ასე შემდეგ, ვცლათ ამას ალბათ კიმი უფრო მოგვიყვება. We are trying to create a new, modern nursing program here in Georgia. And through that, our program is based on European Union standards. So half of our program is simulation and clinical experience. It's not all nursing theory or theory in the classroom like they are used to having. ან ჩვენთან ესე იგი საექნო საქმის პროგრამა არის დაფუძნებული ევროკავშირის სტანდარტებზე და მიმდინარეობს კლინიკური, ასე ვთქვათ, სიმულაცია ამ ყველაფრის და არა თეორიული უბრალოდ გაზიარება რაღაცა კონკრეტული ან აბზაცების ან რაღაცა, ანუ ეს ძველი მეთოდოლოგია აბსოლუტურად აღმოფხრილია თანამედროვე სტანდარტებით ასწავლიან ისინი თუ როგორ უნდა იქნას წარმართული კონკრეტული საქმე. აი ჩვენ კადრებსაც ხედავთ, ალბათ ეს თქვენ კი ჩვენი სიმულაციური საავადმყოფო არის ეს, ანუ სიმულაციური განსხვავდება ნამდვილისგან, უბრალოდ ხო პრაქტიკანტები მუშაობენ უბრალოდ გამარჯვებას არ გვეტყვიან პაციენტები რომ შევალთ უბრალოდ. ტკივასაც არ გეტყვიან, თქვენ თვითონ უნდა სხვათა შორის ინდიკატორები აქვთ, რა თქმა უნდა, მულიაჟებს, იმიტომ რომ ყველაფერს გააჩნია, როგორ მიუდგება თავად უკვე ჩვენი ექიმი, ამიტომ ესეთი თლაც უსიცოცხლო არსებებიც არ არიან. არის ყოველდღიური ლექცია, მიმდინარეობს ლექცია პრაქტიკასთან, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში. ეს არის თავარი ჩვენი ამოცანა საქართველოს
უნივერსიტეტის, რომ ყველა სტუდენტი არის კონკურენტუნარიანი არა იმიტომ, რომ აქვს თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული სრული გამოცდილებაც. ეს იმდენად მიმზიდველია, რომ მე ხა თავიდან რომ აბარებდი, ჩავაბარებდი ალბათ სამეცნიერო პროექტს, ძალიან მაინტერესებს. სტატისტიკურად რა ფაკულტეტია უფრო მოთხოვნადი? ნუ რა თქმა უნდა, ბიზნესის ადმინისტრირებას და ეხა სამართალმცოდნეობას მე მგონი არ არსებობს კერძო უმაღლესი ან თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ არ გითხრათ სტატისტიკურად, რომ ეს არ არის პოპულარული, იმიტომ რომ ყველგან მოთხოვნა მაინც ძირითადად ამ ორ ფაკულტეტზე არის, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნოთ ჩვენი სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელემედია ცენტრი, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი დიქტოფონი, თავისი მიკროფონი, კამერა, ეს ყველაფერი, მიდის გადაცემები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზიაში და რადიო გვაქვს ჩვენი, ამიტომ რეალურად ბავშვები საქმდებიან და არიან უკვე პრაქტიკოსი. ხათაშენ ძალიან ხალისოცა ბავშვებს ეძახიან. ბავშვები არ უყვართ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ მათ ზოგიერთი აგრძელებს საზღვარგარეთ სწავლებას. რა კონტაქტები გაქვთ საერთაშორისო სასწავლებლებთან, სადაც შეუძლიათ სტუდენტებს გააგრძელონ რაც შეეხება საერთაშორისო კონტაქტებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ სამსახურში ვმუშაობ ახლა, საერთაშორისო კონტაქტები გვაქვს დამყარებული როგორც ევროპის, ასევე ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათთან გვაქვს სხვადასხვა შინაარსის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების გაცვლას, ასევე პროფესიონ-მასწავლებლების გაცვლას, ასევე მოკლეს სემინარების ჩატარებას, კონფერენციების ჩატარებას, თუნდაც იმ ესე იგი საბეჭდი ვერსიების გამოცვლას, რომელსაც როგორც საქართველოს უნივერსიტეტი, ასევე უცხოური უნივერსიტეტები გამოსცემენ. შესაბამისად, მყარი და მჭიდრო კონტაქტები მათთან დაარსების დღიდანვე მყარდებოდა, აგერ უკვე მე რამდენი წელია. მერვე წელია. გარდა ამისა გვაქვს სამეცნიერო კავშირები უცხოეთთან, იგივე იაპონიასთან, შვეიცარიასთან, გერმანიასთან. ჩვენი პროფესიონ-მასწავლებლები ჩართულები არიან სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში და რა თქმა უნდა, სტუდენტებიც აქტიურად ერთვებიან, წარმატებული სტუდენტები ასეთ პროექტებში და ღებულობენ მონაწილეობას. არაჩვეულებრივად მიმზიდველი იქნებოდა ყველა ტელემოყრობის, რომელსაც უნდა ესე ვთქვათ, არჩიოს, საჩააბაროს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. აი, ხო გეუბნები, მეც ექიმის სიამოვნებით გავხდებოდი, მით უმეტეს ვიცი, რომ არაერთი წელი უბრალოდ თეორიას გადიხარ და ცოტა ისეთია, ძნელია, როცა პრაქტიკის საშუალებაც არსებობს. თუმცა პრაქტიკა მიმზიდველია. რა თქმა უნდა. გამოცდილებითაც ვიცი, რომ ჩემს სფეროში, ჟურნალისტიკაშიც უმთავრესი კი რა უპირველესი არის პრაქტიკა, თეორიით ფაქტობრივად შეუძლებელია თანამედროვე ჟურნალისტიკას ფეხი აუწყო, ამიტომ ესეც ძალიან მიმზიდველია, მე ვფიქრობ, ჟურნალისტების სურვილობისთვის. წარმატებები სურვებთ. მალე გამოცდებით დაიწყება რამოდენიმე თვეში და რა ვიცი, ამაზე კარგი რჩევა და ამაზე კარგი წარდგენა და ესეთი მომხიბვლელი უნივერსიტეტი მე მგონი არც თუ ისე ბევრია, ისე რომ წარმატებას გისურვებთ. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ესე ვთქვათ სურათებს უნივერსიტეტის. ჩვენს გადაცემაში არის რეკლამის დრო, დაგვჭა ბოლო მუსიკალური ნაწილი. და ორი საინტერესო ბიჭი The W, რომელსაც გვანცა ძალიან კარგი ცნობა, ჩვენს გვექნება საშუალება რომ გავიცნოთ. მაშინ W რეკლამის შემდეგ.